რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დიპლომატიური დინამიკა უპრეცედენტოდ დიდია. თუმცა ჯერ ამას არ გაუხდია მკაფიო პასუხი კითხვაზე, შედგება თუ არა მშვიდობა. სასწორზე ბევრი რამდევს. ყველაზე კონფლიქტური კი მათ შორის ტერიტორიებია, რომლის განხილვასაც ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან თუ უშვებს. კრემლში თანხმობაა, თუმცა კვლავ საკუთარი პირობებით. მათ დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეთანხმებულ სამხრივ შეხვედრამდე ომში მყოფი ორი პრეზიდენტის შეხვედრა ისურვეს. პირობებს კარნახობენ დელეგაციების შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გამოთქვეს თავიანთი ხედვები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების სასარგებლოდ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. ამ მხრივ განხილულ იქნა იდეა იმის შესახებ, რომ საჭიროა შესწავლილ იქნას წარმომადგენლების დონის გაზრდა ორივე მხრიდან. საუბარია იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც მსგავს მოლაპარაკებებში იღებენ მონაწილეობას. ზელენსკის პრობლემა არ აქვს. მზადაა ნებისმიერი ფორმატისთვის თუ რუსეთისგან მშვიდობის მიღწევის ნებას წაიკითხავს. მის მსგავსად ამის ნაკლებად სჯერათ ევროპელებს, თუმცა ღრმად სჯერათ ტრამპს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ ომს კვლავ მისი და ვლადიმერ პუტინის პერსონალური ურთიერთობების ჭრილში ხედავს. მაკრონთან კულუარული საუბრები, რომელიც მედიაში არ უნდა გაჟღერებულიყო, ჩართული მიკროფონის წყალობით გაჟღერდა. აქ ევროპელ ლიდერებთან დახურულ ფორმატში საუბრამდე დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგას უთხრა, რომ პუტინი სავარაუდოდ მის გამოაპირებს გარიგების დადებას. სამხრივის შეხვედრის ადგილზე ფიქრი, რომ ახლა იწყება, ამას ისიც ადასტურებს, რომ ფრანგი პრეზიდენტის კითხვა თუ სად ტრამპმა ღიად დატოვა. მე შემიძლია დავურეკო პუტინს და დავთქვა სამხრივი შეხვედრა. იცი მე ვფიქრობ, რომ მას გარიგება სურს. რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს ეს, მე ვფიქრობ, რომ მას გარიგება სურს ჩემს გამო. გესმის? შეხვედრამდე კი მკაფიო გახდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ვიწროდ უკრაინასა და დამზღვევ მექანიზმებს ეხებათ. ახლა კიევს ხელთ უსაფრთხოების გარანტიების მთელი პაკეტი უჭირავს. ეს კი გულისხმობს არამხოლოდ ნატოს წამყვანი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, აგრესორს ალიანსის მეხუთე მუხლის ჩარჩოში, ანუ კოლექტიურად უპასუხონ, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დრონების ერთობლივ წარმოებას და რაც მთავარია, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის შეერაღების ყიდვას ვაშინგტონისგან, ევროპელების დახმარებით. უსაფრთხოების პაკეტის ნაწილია ამერიკული შეერაღება, რომელიც პირადად ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს გულისხმობს თვითმფრინავებს, მათ საწინააღმდეგო სისტემებს და კიდევ უფრო მეტს. ეს პაკეტი ჩვენი შეთავაზებით 90 მილიარდ დოლარს ითვლის. მეორე ნაწილი კი გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მესამე დრონების წარმოებას. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ არსებულ შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. კერძოდ, როდესაც გაუხსნით ექსპორტს, ისინი შეისყიდიან უკრაინულ დრონებს, ჩვენს კომპანიებს ექნებათ ფული წარმოებისთვის და პროდუქციის გაზრდისთვის. განიხილება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების ყოფნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკულის არსებობა გუშინ დონალდ ტრამპს არ გამოურიცხავს. მართალია ამაზე კრემლში აქამდე უარს ამბობდნენ, თუმცა ვაშინგტონი ყველას ახსენებს, რომ დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს. რუსეთსაც მიუხედავად მისი მაქსიმალისტური მოთხოვნებისა, რომ უკრაინის ნახევრად მიტაცებული ტერიტორიები გაიფორმოს. კიევი ამაზე თანხმობას გამორიცხავს. თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ამ პროცესში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა გრძელდება. უკრაინამ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთოს მომავალში, როგორი იქნება სიტუაცია ახალი გარანტიების პირობებში, რათა თავიდან აირიდოს ვლადიმერ პუტინის მორიგი აგრესია. რაც შეეხება ჯარებს, ესა უკვე იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ახლა იწყება. შევეცდებით ეს საკითხი შემდეგ ეტაპამდე გადავიყვანოთ უახლოეს დღეებში. ასევე ჩვენ განვიხილეთ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ამაზე უფრო მეტი დეტალი დამუშავების პროცესშია. ევროპელი ლიდერების შეხვედრების შემდეგ ითქვა, რომ შესაძლოა სამხრივი შეხვედრა მსოფლიომ აგვისტოს ბოლომდე იხილოს. ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობისას ოვალურ კაბინეტში გასულმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის შესახებ დასტური პირადად პუტინისგან მიიღო, თუმცა კრემლი მანევრირებისთვის სივრცეს მაინც იტოვებს. დღეს არ შემწყდარა რუსეთის საჰაერო იერიშები უკრაინის ქალაქებში. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპელი ლიდერების სკეპტიციზმი მოსკოვის მიმართ მაღალია. თუმცა ბოლოს შეხვედრამ ბევრს დაუტოვა განცდა, რომ კონფლიქტში ახალი ფაზა იწყება. მნიშვნელოვანია, რომ 3 წელიწად ნახევრის შემდეგ, რა დროსაც რუსეთისგან დიალოგის არანაირი სიგნალი არ გვინახავს და მხოლოდ კიევის კაპიტულაციის მოთხოვნებს ვისმენდით,
დღეს უკვე გამოჩნდა დიალოგის იმედი. რატომ? მიზეზი ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციაა, რომელიც უკრაინელი ხალხის სიმამაცის დამსახურებაა და ასევე ის, რომ დასავლეთმა აჩვენა ერთობა უკრაინის გარშემო. დასავლური ერთობა არის საშუალება, რომელზეც მშვიდობა და სამართლიანობა უნდა ავაგოთ. There was a real sense of unity between the European leaders that were there. არსებობს ერთობის განცდა ევროპელებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ამასთან ჩვენ გვაქვს ხელშესახების შედეგი. ერთი ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს და თანხმობას იმის შესახებ, რომ მსურველთა კოალიციის 30 ქვეყანა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იმუშავებს ამ საკითხზე. მეორე კი ორმხრივი შეხვედრაა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რომელსაც მოჰყვება სამხრივი ფორმატი პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობით. ეს კი არის იმის აღიარება, რომ იქნება ეს ტერიტორიული საკითხები, პატიმრების გაცვლა, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. აქ უკრაინა უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვაშინგტონში გამართული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების შემდეგ თეთრ სახლში მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა დისკუსიების შინაარსი მსურველთა კოალიციის სხვა წევრებსაც გააცნეს. სხვების მსგავსად ისინიც იმ თარიღის მოლოდინში არიან, რა დღესაც თითქმის 4 წლიანი ომის განმავლობაში პირველად ვოლოდიმირ ზელენსკი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთზე შეხვდება.